საერთოდ ვარ ძალიან გაწონასწორებული ადამიანი რა, მაგრამ არის რაღაცა ცოტა მომენტები, სადაც უბრალოდ ვკარგავ კონტროლს, სრულიად წყობიდან გამოვდივარ და მართლა მე ჩემ თავზე მეშლება ნერვები, უბრალოდ ჩემს თავს ამას რატომ ვუკეთებ თქო, რომ ესე მოქმედებს ჩემზე ესეთი საქციელი. რო ვდგავართ 500 მანქანა გაჭედილ საცობში. საერთოდ არ იწვრის მოძრაობა და ვდგავართ. რას ვიზომთ ხო? მივყვებით ამ სიტუაციას. თბილისში ამოსასვლელთან ძალიან დიდი კლდე ჩამოიშალა, ეხლა ზუსტად 10-15 წუთის წინ და წარმოიდგინეთ ზუსტად გვემაში რა ქვია, გვირაბში რო შემოდიხარ ხიდის ქვეშ რო წვრები. და უცბად გვერდიდან რომ 5 მანქანა გადაწყვეტს რომ რატომღაც ვგონია რომ საგზაო მოძრაობაში ძალიან არის გამოხატული ადამიანების ხასიათი, ღირსება, მორალი, მოქალაქეობრივი თვითშეგნება რა ზოგადად ბევრ რამეში ჩანს. არ ვიცი. რაზე მოვიშალე ხა ნერვები. სულ ვეუბნები ჩემთვის რომ გააგრძელე, ნერვი არ მოიშალო ამ ვიღაცა უზნეოების გამო თქო, მაგრამ მაინც მეშლება ნერვი. მართლა ვერაფრით ვერ ვუვლი გვერდს ამას რა. ვერაფრით რა გავაკეთო. გადაწყვეტს რომ მოდი თქვენ იდექით რა. არ აქვს მნიშვნელობა გაგვიანდებათ, ბავშვი მიყავთ სადმე, რამე გიჭირთ, რამე ძალიან სასწრაფო საქმეზე მიდიხართ, მოდი თქვენ იდექით როგორც გახართ. და მე ხა ესე გვერდიდან რა გადავალ გზის სავალი ნაწილი და ეს გვერდს აგიქცევთ და მივაჭერ და გას და მე თქვენზე ადრე გავივლი. მართლა ესე ფიქრობთ რომ რაღაცით, ანუ თქვენ ჩვენზე მაგრები ხართ? მესმის, ხა არ მომწეროთ რომ იქნების რა უჭირდაო, მესმის არსებობს გამონაკლისები რომ გადახვალ კი არა, გადააფრინდები და რა თქმა უნდა არის სიტუაციები, როდესაც ყველაფერს გამართლება აქვს, მაგრამ ეს რო ხა მე ვიეშმაკებ და მოდი გვერდს ავუვლი, ცოტას მოვიგებ 1-2 წუთს. ვერაფერსაც ვერ მოიგებ ცხოვრებაში, თქვენ.